დავიწყეთ. გამარჯობა, მე ვარ რაკალი გოგინაშვილი, გორის ოჯახშაბათის სახელობის ნომერ 9 საჯარო სკოლის მე-9 კლასელი და დღეს მე ვილაპარაკებ იმის შესახებ, თუ რა სახის საკვებს იყენებენ თევზის სახეობის მიხედვით თევზსაშენში და როგორი გარემოა მათთვის საცხოვრებლად საჭირო. პირველი თევზი იქნება ორაკული, რომლის საჭირო საცხოვრებელი გარემო არის ცივი, ჟანგბადით მდიდარი მდინარეები და ტბები. ბუნებრივად იკვებება კრევეტებით, პატარა თევზებით და პლანქტონებით. თევზსაშენში იკვებებიან სილოვანი გრანულებით და ასტაქსანიდით. ალმახი, საჭირო საცხოვრებელი გარემო, ჟანგბადით მდიდარი მთის-ცივი წყლები. ბუნებრივად იკვებება ლარვებით, მწერებით და უხერხემლოებით. თევზსაშენში იკვებებიან გრანულირებული ცილოვანი საკვებით და ვიტამინებით. კარასი, საჭირო საცხოვრებელი გარემო, წყნარი ტბები, მდინარეები, მცირე ტბინებით. ბუნებრივად იკვებება წყალმცენარეებით, ლარვებით, პლანქტონით. თევზსაშენში იკვებებიან მცენარეული ცხოველური გრანულებით. ზუთხი, საჭირო საცხოვრებელი გარემო, სუფთა ნევზინებიანი მდინარეები და ტბები. ბუნებრივად იკვებება ჭიებით, მოლუსკებით, თევზის ლარვებით. თევზსაშენში იკვება წარმოადგენს თევზის ფქვილს, მაღალცილოვან გრანულებს. ტილაპია, საჭირო საცხოვრებელი გარემო არის თბილი ტბები და აუზები. ბუნებრივად იკვებება წყალმცენარეებით და ორგანული მასალით, ხოლო თევზსაშენში კმას კვებიან მცენარეული გრანულებზე დაფუძნებული საკვებით. კოიკარპი, საჭირო საცხოვრებელი გარემო არის წყნარი ტბები და ხელოვნური აუზები. ბუნებრივად იკვებება წყალმცენარეებით და ლარვებით. თევზსაშენში კვება წარმოადგენს სპეციფიკური ფერის შემანარჩუნებელ გრანულებს. შუკა, მისი საჭირო საცხოვრებელი გარემო არის თბილი წყლის ნედლინებიანი ტბები და მდინარეები. ბუნებრივად იკვებება პატარა თევზებით და ბაყაყებით. თევზსაშენში კვებავენ ცოცხალი საკვებით და ცილოვანი გრანულებით. ვობლა, მისი საჭირო საცხოვრებელი გარემო მტკნარი და ბრაკონური წყლებია. ბუნებრივად იკვებება პლანქტონით და მწერებით. თევზსაშენში იკვებავენ გრანულებით, ლარვებით და მცენარეული ელემენტებით. ქაშაყი, საჭირო საცხოვრებელი გარემო თევზის, ზღვის წყლები და შესართავები. ბუნებრივად იკვებება პლანქტონით და პატარა უხერხემლოებით. თევზსაშენში იკვებავენ გრანულებით და მიკროპლანქტონით. სიბასი, მისი საჭირო საცხოვრებელი გარემო ზღვის წყლები და ზოგჯერ წყლები მტკნარით. ბუნებრივად იკვებება თევზებით, პატარა თევზებით და მოლუსკებით, ხოლო თევზსაშენში იკვებებიან ცილოვანი გრანულებით და ზღვის პროდუქტებით. არქტიკული კალმახი, საჭირო საცხოვრებელი გარემო ცივი წყლები. ბუნებრივად იკვებება კრევეტებით და თევზის ლარვებით. თევზსაშენში იკვებებიან ცილოვანი გრანულებით. პანგასიუსი, საჭირო საცხოვრებელი გარემო, ნედლინებიანი მდინარეები და თბილი წყლები. ბუნებრივად იკვებება ორგანული მასალით და წყალმცენარეებით. თევზსაშენში იკვებებიან მცენარეული გრანულებით და ცილებით. აფრიკული კატფიში, საჭირო საცხოვრებელი გარემო, მტკნარი თბილი და ღრმა წყლები. ბუნებრივად იკვებება მცირე თევზებით და უხერხემლოებით, ხოლო თევზსაშენში მისი იკვება ცილოვან საკვებს და გრანულებს წარმოადგენს. ამური, მისი საჭირო საცხოვრებელი გარემო წყნარი ტბები და მდინარეებია. ბუნებრივად იკვებება წყალმცენარეებით და მიკროორგანიზმებით, ხოლო თევზსაშენში იკვებებიან მცენარეული გრანულებით. სომი, მისი საჭირო საცხოვრებელი გარემო ნედლინებიანი ღრმა წყლებია. ბუნებრივად იკვებება ბაყაყებით, თევზებით და ჭიებით, ხოლო თევზსაშენში მისი იკვება წარმოადგენს ცილოვან გრანულებს და ცოცხალ საკვებს. სტუმრად საკალმახიში.
და ნაუჩი.